მოგესალმებით. ქართული TV აგრძელებს თავის გადაცემებს პირდაპირ ეთერში. დღეს ჩემი სტუმარია ბატონი გია კვაშილავა. ჩემი გემოვნებით და ჩემი ცოდნით გია არის ნამდვილი ვარსკვლავი ქართულ მეცნიერებაში დღეს და ის რომ მისი აღმოჩენები არ არის მხოლოდ საქართველოსთვის საინტერესო, იგი ზოგადად საკაცაბრიო მნიშვნელობის არის და ამით არის ის განსაკუთრებული. მე არ მგონია რომ ცდებოდე. საქმე იმაშია რომ აი ახლა ძალიან მოკლედ მომიყვა თავისი ფაქტიურად სადოქტორო დისერტაციის მოკლე შინაარსი და ის რაც მასში არის ჩადებული ეს რომ ყველაფერი ალგორითმიზირებულად, დაკანონებულად მიეწოდოს საზოგადოებას, მე ამას უამრავი სხვა მიმდევრებიც მოყვებიან და გააგრძელებენ ფაქტიურად ენის წარმოშობა, ფაქტიურად იგივე არის რაც ერის წარმოშობები და მთელი მსოფლიო ისტორია შეიძლება თავიდან იყოს გადასახედი. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ეს კავკასიური ენები და კავკასიური ხალხების განსახლების ისტორია სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი თქვენს ნაშრომში ბატონო გია და ამიტომ ვფიქრობ რომ მე ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო. მე თავაზობ ჩვენს მაყურებელს ბატონ გია კვაშილავას მოხსენებაც არ არის ეს, მაგრამ აი რაღაცნაირად პრეზენტაციასავით გამოდის და აი ეს ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში ჩვენ დღეს უნდა წავიკითხოთ ასეთნაირად ვინ რა არის ქართულ მეცნიერებაში. ბატონო გია, უპირველესად მადლობა ბატონო. თქვენ თავად ბრძანდებით მათემატიკოსი, ამიტომ ეს თემები თქვენ ძალიან კარგად გესმით და იცით ამ თემების სიდიდე და ყოველ შემთხვევაში მისი მნიშვნელობა როგორ შესაძლებელია მეცნიერების განვითარებისთვის საჭირო და ძალიან ვცდილობ ეს მათემატიკური მეთოდები დავნერგო პოლიტიკოსების არჩევის სისტემაში. ვიცით ის იქნება იდეალური. პრინციპები, ვიცი 10 პრინციპი. ამაში ძალიან მნიშვნელოვანი მათემატიკური ცოდნაა თქვენი ჩადებული და ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა. დღეს ჩვენ რაზეც საუბრობდით რამდენიმე წუთის წინ, ეს არის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება, რომლის მთავარი იდეა ეს რომ შექმნილიყო გახლავთ პროფესორ თემურ ჩილაჩავას ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის იდეა. მოგეხსენებათ ბატონი თემურს აქვს დამთავრებული კომაროვის სკოლა ოქროსმედალზე, დამთავრებული აქვს ლომონოსოვის უნივერსიტეტის მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მან შესანიშნავად იცის როგორც მათემატიკა, მექანიკა და ფიზიკა და დაამთავრა წითელ დიპლომზე. და ყოველად ამ ადამიანთან საუბრის დროს ბედნიერად გრძნობ თავს, როცა ადამიანი განათლებულია თავის დარგში და ღრმად არის, ის სხვა დარგის საკითხებსაც სწრაფად ითავსებს და იაზრებს. იმდენად მაქვს კომფორტი ამ საუბრობის დროს, ერთ სიტყვას რომ ვიტყვი, უკვე გაგებულია და სხვა შემთხვევაში, როცა საუბრები მაქვს ადამიანებთან, ძალიან ჭირს და გრძნობ რომ ვერ აგებინებ ვერაფერს. ეს ერთი დიდი პრობლემაა. ამიტომ პროფესორ თემურ ჩილაჩავას, ასოცირებულ პროფესორ გიორგი ფოჭკუას მადლობას გადავუხდი, რომ მათ ძალიან დიდი როლი აქვს ამ საქმეში, მათემატიკურ მოდელირებაში, განსაკუთრებით ბატონ თემური გახლავთ საქართველოში არა მარტო, არამედ სოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი. და ეს არის სოციოლოგიური პროცესების აღწერა პირველად მისია. ხო და გიორგი ფოჭკუა გახლავთ ძალიან კარგი პროფესიონალი ინფორმატიკის მიმართულები და
ანუ კომპიუტერული მოდელირების თვალსაზრისით მან ძალიან დიდი შრომა გაწია ამ მხრივ. ბატონო გია ამისთვის ვიმართ, მაგრამ მე რა მინდა ახლა რომ ვიწყებ ჩვენ მაინც აი ამ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში რომ მიდის და მე რატომ მოგიწვიეთ დღეს თქვენ აი ბატონმა პრემიერ-მინისტრმა რაღაცნაირად კონცეფცია მის რა ქვია რეფორმის განათლების დარგის მეურნეობის და განათლება და მეცნიერება ყოველთვის ერთად მიდის და სამინისტროც ერთი აქვს, ამიტომ და აი როგორ არის დღევანდელ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ეს განათლების რეფორმა იმისათვის რომ ამ განათლებამ მოგცეს მაქსიმალური ეფექტი და მე თქვენს ნაშრომს ახლა ამ კუთხიდან უყურებ რომ აი ამას რომ მიეცეს კარგი გასახანი ამას შეუძლია ძალიან დიდი მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება რომელიც იქნება სასარგებლო არა მარტო საქართველოსთვის არამედ ყველა ქვეყნისათვის აი ის რაც უკვე თქვით რომ ერების ენების წარმოშობა და იმის კვლევები და აი ეს კვლევები რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე თუ აი ამ ჩვენს ქვეყანაში კერძოდ რა საშუალებებით იმართება როგორ ხდება ამისი დაფინანსება და რა პერსპექტივები გაქვთ თქვენი ამ არაჩვეულებრივი კვლევების განვითარების და მისი შედეგების დანერგვისა აი ამ კუთხით და ესმის თუ არა ეს ჩვენს აი ამ ავტორებს რეფორმის ავტორებს იმიტომ რომ მე ამ თვითონ ამ პრეზენტაციაში ნუ თუ ასე შეიძლება დავარქვათ იქ რატომღაც აი ვერ შევამჩნიე განსაკუთრებული ყურადღება ხელისუფლების მიერ განათლების მიმართულებით ჩვენ ფიქრობთ ბატონო ვახში დიდი მადლობა პირველ რიგში სამინისტროს უნდა ერქვას ეს ფორმალური განმარტება არ არის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო თუ სახელმწიფოში მეცნიერება არ იქნება მაღალ დონეზე განათლებას შესაბამისად ახლა პირიქით თქვია ხო? დიახ, პირიქით განათლებისა და რა მნიშვნელობა აქვს იტყვის ზოგიერთი, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს ზოგადად, იმიტომ რომ თუ მეცნიერების განვითარებაზე არ იზრუნვა სახელმწიფო ვერაფერი ვერ საერთოდ საზოგადოების განვითარება პირველ რიგში ეს მეცნიერების საქმეა. ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე მინდა გიამბობთ იმასთან დაკავშირებით რაც ჩვენ ვიმუშავეთ. პირველ რიგში მე ვიმუშავე პროტოქართველური მოსახლეობის განსახლებისა და მიგრაციების შესახებ და მათი კულტურის გავრცელების შესახებ. ეს არის 20 წლის 7000 წლიდან 5000 წელი ქრისტესშობამდე, ანუ დღეიდან რომ ვთქვათ 8000 ან 7000 წლის წინ. აი ფაქტობრივად დავაკვირდეთ იმ პერიოდიდან დღემდე. ამ მხრივ ჩვენ შევისწავლეთ ინტერდისციპლინარულ კვლევებით, დავიწყეთ კვლევა რაღაც პერიოდში სანამ მათემატიკური საკითხები ჩაერთვებოდა. Când davamuşavეთ arheologიური მასალა. ბორის კუფტინის, ოთარ ჯაფარიძის, ოთარ ლორთქებანიძის, გივი ინანიშვილის, ელგუჯა გოგაძის, ასევე ევროპელი მეცნიერების ულფო იანცენის, მერი ვოიაცისის, სპირიდონ მარიკლატოსის, ქართველები გერმანია გობეჭიში და სხვები და ესენი აღწერენ ბევრი მსაგიც რაც არქეოლოგიურად ადასტურებს რომ კავკასიიდან ქართველური ტომები გავრცელდნენ ევროპის მიმართულებით. მოკლედ ეს ისტორიული კვლევებიც არსებობს. ივანე ჯავახიშვილის, ნიკოლოზ ბერძენიშვილის, სიმონ ჟანაშიას ქართველთა მოდმის განსახლების შესახებ ისინი ამბობენ შავი ზღვისპირეთის, ესე იგი კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში და ხმელთაშუა ზღვისპირეთის სივრცეში. საკმაოდ კარგი შრომები აქვს გრიგოლ გიორგაძეს, გიორგ მელიქიშვილს და ძალიან ბევრი არის ძველი ბერძენი, ისა უკაცრავად ძველი ევროპელი მეცნიერები, მაგალითად ფრანსუა ლერომანი და ბევრი სხვები, რომლებიც ამაზე წერენ. და თქმა უნდა ეს არ არის ცალსახად გამოკვეთილი დაუშვათ რომ ასე არის, მაგრამ ამას სჭირდება ტრომბეტი იყო ასეთი კიდევ ევროპელი მეცნიერი იყო კიდევ
ცნობილი მეცნიერები გერმანელები, რომელთაც გვარებს მე დავასახელებ, მოგვიანებითაც კიდევ შემიძლია უბრალოდ ახლა აღარ მინდა გადავტირთო მოსახლეობა, ეთნოგრაფიული კვლევებიც არსებობს გიორგი ჩიტაიეს და მსგავს მასალებს, მაგალითად ტიტე მარგველაშვილი იყო, რომელმაც დისერტაცია დაიწყო 1927 წელს გერმანიაში და მასაც ეს დისერტაციაში აქვს განხილული ქართველური მოდმის განსახლების შესახებ, მიხაკო წერეთელი ცნობილი ურალტოლოგი და მსოფლიოში მაღალი რეიტინგის მქონე მეცნიერი, რომელსაც აქვს საკმაოდ წარმატება მიმართულებით. და თავარი ბერძნული ლათინური წერილობით ძეგლებში პირდაპირ თუ ირიბად ყველგან ეს დაწერილია. მაგალითად ჩვენ ყავდა მეცნიერები საკმაოდ მაღალი დონის გრიგოლ წერეთელი, პანტელეონ ბერაძე, სიმონ ყაუჩიშვილი, აკაკი ურუშაძე, თინათინ ყაუჩიშვილი, რისვა გორდეზიანი, ალექსანდრე გამყრელიძე, რომლებიც წერენ, ანუ თარგმნიან, იკვლევენ ამ ძველ ბერძნულ მასალას, რომელიც ქართველური მოდმის შესახებ იმდენი დიდარი მასალა, რაც ჩვენს კლასიკური ფილოლოგიის გარდა არავინ არ იცის. და სამწუხაროა, რომ დღესაც ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაციული წდომა ამ საკითხების მიმართ. ანუ ზოგად განათლებაში რაღაცა ფორმით ჩვენ რომ კავკასიელები ვართ, მაგრამ ევროპის ცივილიზაციის შექმნაში დიდი როლი და ამ საფუძველი გვაქვს შექმნილი, ეს სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით. როცა ამ ლიტერატურას წაიკითხავს, მაგალითად ჰომეროსის ილიადა და ოდისეას კაცი როცა კითხულობს და ქართული სიტყვა წერია ლინგვისტურად დამტკიცებული ტყავის სახელი, ესე იგი საწმისი არა დერმასერია, არამედ ქართული წარმოშობის, ანუ უძველესი პროტოქართველური ენისგან წარმომდგარი სიტყვის ფორმა არის იქ აღნიშნული. თხოვ. რომელიც ამას გამყრეძემ გამოიკვლია. ამის გარდა ხებიდან. დიახ. ამის გარდა მეორე სიტყვა მოლი, რომელიც პირდაპირ წერს ბერძნულ წყალო, მოლი არის კოლხური წარმოშობის სიტყვა. რა სიტყვა? მოლი. ხო და ამის გარდა მთელი ბერძნული ლიტერატურა, არისტოტელე, პლატონი, რა ვთქვათ, ვინ დავტოვოთ, ასე აქეთ ხარეზად სტრაბონის გარდა კიდევ ბევრი არის, რომელიც 560 ტომია სულ რომ გითხრათ, რომ წაიკითხოთ ამ მასალებზე ინფორმაცია, რა თქმა უნდა გამბართულია და წერენ კირბებზე. კირბები ეს არის კოლხური მამათაგან ნაწერი, რომელზეც მოცემულია დედამიწის ყველა საზღვარი, დინარის მიმართულება და ასე შემდეგ. ანუ ოკეანეების ყველაფრის, ანუ ფაქტობრივად ლუკა კარლიტერი იყო ასეთი გერმანელი კარტოგრაფი, რომელიც აღნიშნავდა ამას. აი სწორედ ბერძნებს კი არ მიეკუთვნება კარტოგრაფიის ხელოვნების შექმნა, არამედ ეს კოლხური წარმოშობისაა. იყო ასეთი ექიმი შპრენგელი, რომლის მედიცინის ისტორიის დასაწყისში 4 ტომია თუ 3 ტომი, ახლა ყველა არა მაქვს მე ისინი ბერძნულად. არა, ეს გერმანულად დაწერილი შპრენგელი, ეს ცნობილი ის არის მედიცინის ისტორიის სპეციალისტი. სხვათა შორის ჩვენ ქართველები არაჩვეულ უყვავს შენგელია, რომელსაც მედიცინის ისტორია აქვს დაწერილი, რანა შენგელია, რომელიც არის აკადემიკოსი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აი მის მამა გახდათ ეს. ახლა მისი სახელობის მუზეუმი გვაქვს ჩვენ თბილისში. და ეს მედიასთან დაკავშირებული აიეტი, პასიფაი, კირკეს მთელი ისტორიებია, რომელიც მოცემულია და აი მაგალითად მედია რომ გაიტაცა არგონავტება, ჯერ წავიდნენ ესე იგი ჩაუარის სყირიმს ერქვა აია და იქ მართავდა ბერძნულ წყაროების მიხედვით, იქ მართავდა აიეტის ძმა ერთ-ერთი, მერე ესენი შედიან დუნაის მდინარით და გადადიან ხორვატიაში და ამ დევნელი ესე იგი დაედევნა კოლხი ჯარისკაცები, ცოტათი გაასწრეს არგონავტება, რა იმის იქით არ წავიდნენ ეს არგონავტების ბევრები და დარჩენ ხორვატიაში და წერია ბერძნულ წყაროში, ხორვატიაში კოლხებმა დაარსეს ქალაქი პოლა. თუ არ გჯერათ არავის, ახლა მაინც ვიკიპედიაში შეიხედონ და იქ ნახავენ მისი წარმოშობა რატომ წერია პულა მეორე ვარიანტით. ამ სიტყვის მნიშვნელობა კოლხურად უწერია ბერძნულ წყაროს, რომ ტოლვის ლიშტავსო. ჩემმა ერთმა კოლეგამ
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა. ხორვატია უკვე ხმელთაშუა ზღვის იმაზე. ანუ ადრიატიკის ზღვაზე, ადრიატიკის ზღვა არის. ადრიატიკის ზღვა. ანუ ვენეციის მეორე მოპირდაპირე. ეს ჩვენი ბევრები მის დუნაიდან გავიდნენ და ხორვატიაში გადავიდნენ და იქ კი მე გადადიან იქით არ წასულა, მაგრამ თვითონ ეს არგონავტები ჯერ ვენეციას გაუვლიან ახლოს ვენეციის ახლა ვენეცია რომბაში სადიყო, მაგრამ თითქმის ავსტრიამდე ადიან, მერე ჩამოდიან ქვემოთ და იტალიასთან აი სადაც რომი არის ახლოს, იქ ცხოვრობდა კირკეს და კირის აბაიეთის და კირკე. და აი აპოლონის ავსტრიიდან უკვე ხმელეთით მიდიან? არა, მდინარე ჩამოყიმას შავ ზღვაში. არა, ხმელთაშუა ზღვაში ჩამოდიან. ხმელთაშუა ზღვაში იტალიის დასავლეთ ნაწილს სანაპიროს მოყვებიან. იტალიის დასავლეთ სანაპიროს. დუნაიდან როგორ გადავიდნენ იქ? დუნაიდან გადავიდნენ ადრიატიკაზე, ადრიატიკიდან შევიდნენ ვენეციის ახლოს, ეს ქალაქი დასახელებულია, მერე გადადიან იქ რაღაცა მდინარე არის, ადიან ავსტრიამდე, მერე ისევ ჩქებო ჩამოდიან. მოკლედ, ეს ყველაფერი აღწერილია. ეს ჩვენი აღწერილია რა, აპოლონის როდოსეს და არგონავტიკაში უწერი. აპოლონის როდოსე იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ ყველა მის შეიძლება არ იცის, ეს კაცი გახდათ კაი იმის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. და ახლა მას რამდენი ინფორმაცია ჰქონდა. ჩამოვიდა იტალიასთან, აი სადღაც აიაია კუნძული იყო, იქ ცხოვრობს იტალიის დასავლეთ ნაწილში და აქ მედია და კირკე ერთმანეთს ხვდებიან, ანუ აიეთის და ანუ მედიას მაგიტეთმენს და აი აპოლონის როდოსი წერს, რომ კირკეს მომდა მშობლიურ ენაზე მოესმინა მედიას ხმაო. აი ეს წერია და მოკლედ შეგ მეგრულად ლაპარაკობდნენ. ნუ კოლხური მეგრულ ლაზურის წინარე ენა, მაგრამ ეხლა მე გეტყვით, რომ აქ კიდე რა არის იცით, ბერძნული და ლათინური ლიტერატურა წერს. ნუ სხვადასხვა მითების დაყრდნობით საერთოდ ბერძნული ლიტერატურა ძირითადად მითებზეა აწყობილი და მე შემდეგში ევროპაშიც ეს მაგათად ჰომეროსის ილიადა და ოდისეა შემდეგში ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატურის განვითარებისთვის. ხო და აი იქ ასეთი რამ წერია, ვისაც აქვს წაკითხული ეს თუ არ აქვს წაკითხული, ახლა მაინც აიკითხოს ეს ოდისეა და ილიადა, იქ არის ოდისევსი, რომელიც ომს მოიგებს ტროელებთან და მე მოდიან და ვერ მიდის სახში, იმიტომ რომ ქარმა სხვა მიმართულებით წაიყვანა. მივიდნენ კირკესთან. კირკე და ოდისევსი ერთმანეთს იქორწინებს, ახლა მე მთელი დეტალებს არ აქვს იქ რაღაცა. ცნობდნენ ერთმანეთს ერთმანეთს. აღარ ვიტყვი იქ კირკემ ამათ რა ის გაუკეთა, მოკლედ ესენი გამოამზეურა თავის იმით და აჩვენა რომ ესენი ადამიანური ფუნქციით დაბლები არიან და ზოგი ღორად, ზოგი სხვა ცხოველად აქცია. ანუ ეს თელი ლიტერატურის სასწაულის არის, მაგრამ ეს არ მინდა ახლა თავარი ეს არ არის. მათ შეეძინათ შვილები. რომულუსი და იტალუსი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომის სახელი დაარსებულია ამ რომულუსიდან, ეს ხაროში წერია და იტალუსი თავად იტალია. აი წარმოიდგინეთ. შემდეგში ისინი ჩამოდიან, ესე იგი გადიან ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, სადღაც რომ გითხრათ არის ეს ადგილი, ტბაც აღწერილი, უბრალოდ მაყურებელს არ მინდა, მე იქ გადააგდო იმან, რა ქვია, მედიამ სამფეხა დაწერილი ტექსტით, რომ მე ტრიტონს უარი არ ეთქვა რაღაცაზე და შემთხვევაში ახლა არ ჩავედ, მე შედიან კრეტაზე. აი კრეტა თავარი. კრეტაზე ვერ შედის არგონავტები, სანამ არ გამოიცნო მედიამ ტალოსი, ეს იყო შექმნილი ჩვენებურ ენაზე რომ ვთქვათ რობოტი. ჩვენებურ ენაზე თვით მოქმედი. სამჯერ უვლიდა გარს კუნძულ კრეტას, 250 კილომეტრისა ეს კუნძული სიგრძეში. ხო და გარს უვლიდა და ქვებს ესროდა თუ ვინმე შემოვიდოდა შიგნით. ვიჭი ასე მოცემული. მედიამ მედიცინის ცოდნით, თავისი ინტელექტით უპოვა ამას ადგილი, საიდანაც მისი შეღწევა შეიძლება. უпростоრად ფეხის ნაწილში იყო ერთი პატარა რკინა, ანუ სპილენძი უпростоრად დამაგრებული, საიდანაც ამოაძრეს და
სითხით დაიცალა ეს ისა და მოკვდა ეს ტალოსი. ამისი მთელი გაფორმებები ხლა რასაც გეუბნებით, ეს ყველა დახატულია ბერძნულ ჭურჭელებზე. ეს ყველაფერი წერია იმ ბერძნულ ლიტერატურაში. ყველაფერი წერია არა მარტო ბერძნულში, ლათინურში და მთელ ევროპულ ენების ტექსტებში. რომელზეც ახლა მე გეტყვით, ეს მთელი სცენები, პასიფაე, კირკე, აიოტი, ეს არის დახატული მთელი სოფლიოს, მაგათად რომში, ან პომპეიში, ან დაუშვათ თურქეთის ტერიტორიაზე პასიფაეს უდიდესი მოზაიკა, რომელიც 15 მეტრზეა მეტი გადაჭიმული, პასიფაე ბრძანებას გაცემს, ეს კრეტის დედოფალია და როგორ ააგოს 20,000 25,000 კვადრატული ფართობის სასახლე კნოსოსი. ეს ყველაფერი წერია და ჭურჭელი არსებობს მედია როგორ კლავს ამ ტალოს და ეს ინახება იტალიაში, იტალიის მუზეუმში. მე გადავიღე ფოტოები და ეს ყველა ფოტოები 46 მუზეუმიდან ჩამოტანილი მაქვს, ზოგი ამერიკაში ინახება, ზოგი გერმანიაში და ეს მასალები, რა თქმა უნდა, ეს არის ბერძნული ლიტერატურის ანუ მითის პერსონაჟები, მაგრამ აღმოჩნდა რომ 1952 წელს ბეხაზოვანი უძველესი ბერძნული დამწერლობა ჰომეროსამდე 600-500 წლის ადრეული იქ აღმოჩნდა თიხის პირფიტებზე დაწერილი აია, კოლხეთი, მედეოსი, მედიას ვაჟიშვილია. ეს როდის 1952 წელს ინგლისელმა მეცნიერმა მაიკლ ვენტრისმა წაიკითხა 3400 წლის წინანდელი თიხის პირფიტები. ეს არის სადაც აღმოჩნდა. ეს არის ბეხაზოვანი. ხოლო ევანსმა ასევე იპოვა ძველი თიხის პირფიტები ახაზოვან, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, ეს არის ის უძველესი ენა, საერთო ქართველური ენა, პროტოქართველური ენა, რომელზეც ჩვენ გესაუბრებოდით ადრე სხვა გადაცემებში. სოფლის მეურნეობაზე მინდა გითხრათ, მიგრაცია დაიწყო კავკასიიდან, ვაზისა და ხორბლის კულტურის გავრცელების გამო და ამიტომ გამოიწვია კავკასიიდან რაღაც ნაწილი ხალხის გავრცელება ევროპისკენ, იმიტომ რომ ევროპა ადრე როგორც ჩანს 15,000 წლის წინ, 10,000 წლის წინ გამყინვარების შემდეგი იწყებს. ანთროპოლოგია, იოჰან ბლუმენბახი, თქვენ იტყვით რომ ევროპელებმა ეს არიციან, როგორ არიციან? ახლანდელმა შეიძლება არიცის თუ პროფესიონალი არ არის. იოჰან ბლუმენბახმა გამოიკვლია ქართველი ქალის თავის ქალა, რომელზეც დაახლოებით ყველა თეთრკანიანს უწოდა კავკასიური. ეს ტერმინი დღესაც მოქმედია ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი განსახლების შესახებ მე მინდა გითხრათ ვილჰელმ ჰუმბოლტის თეორია, კლუგეს, ხომელის, ტრომბედის, პულიანოსის, აი მაგათად ებრაელი მეცნიერი ბეტანკურის ნაშრომებში ეს ხდება. გენეტიკაში კვლევები ახალი აი 2010 წლებიდან დაწყებული, სხვათა შორის ქართველებსაც აქვს კარგი გამოკვლევა, ჯეფერ ჰიუ და მასთან დაკავშირებული 20 მეცნიერს ერთად აქვს გამოქვეყნებული და იქ არის ნაჩვენები რომ კავკასიიდან ან კავკასიის სამხრეთ ნაწილიდან რაღაცა ნაწილი საზოგადოებისა გადასახდა ევროპის სამხრეთ ნაწილში. იოსებ ლაზარიდისი, ფლორიან კლემენტი, აი ამათ ნაშრომები კიდე არის სხვა გენეტიკური კვლევები. ახლა ლინგვისტიკაში პაულ კრეჩმერი იყო პირველი ავსტრიელი ენათმეცნი, რომელმაც შეამჩნია ბერძნულ ტექსტებში არაბერძნული წარმოშობის სიტყვები და მან ვერ აღიქვა რომ ეს რომელი ენისაა, იმიტომ მან არ იცოდა, ქართული მაშინ მან არ იცოდა. ფრიდ შახერმაიერი, ედუარდ შვიცერი და ალბერტ ტრომბეტი, ჰუგო შუხარტი, აი ჰუგო შუხარტმა შეისწავლა პირველად ქართული ენა. მელიქიშვილმა ასწავლა უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა პეტრე მელიქიშვილი. აი ამ კაცმა შემოიტანა ტერმინი ქიმიკოსმა. ბევრმა არ იცის რომ ამ კაცმა შუხარტის დამსახურებითა ქართულ მეგრულ ლაზურ სვანურს ხია ქართველური ენათა ოჯახი. ეს არის ლინგვისტური ტერმინი, რომლის შეცვლა შეუძლებელი, იმიტომ რომ მთელ მსოფლიო ამ ტერმინებით იცნობს ჩვენს ენათმეცნიერულ შედეგებს. შემდეგ იმუშავა ვლადიმერ გეორგიევი, ეს იყო ბულგარელი, ადოლფ დირი, ემილ ბუაზაკი და იწყება ქართველი მეცნიერები. დავუშვათ ჯერ დეტესია გერმანელი, რომლის სქემა მე გაჩვენეთ, რომ დაგიხატეთ ეს გერმანელი დეტესისა,
დეტესის სქემა ეს იციან ყოველ შემთხვევაში ენათმეცნიერებამ და დაიწყო ნიკო მარი ბროსეს და ანუ პეტერბურგის სკოლა მუშაობა და შემდეგში თბილისში იწყება ჩიკობავა ჯერ ივანი ჯავახიშვილი ჩიკობავა და ასე შემდეგ და ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი შრომა აქვს შექმნილი თამაზ გამყრელიძეს და გივი მაჭავარიანს 1965 წელს ეს გამოცემული სონანტას სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენაში ეს არის წინვალე ნაშრომი არ ვიცი აი როგორ დავარქვა მას ეს არის ვირტუოზული ნაშრომი აი ეს რომ გითხრათ თამაზ გამყრელიძეს ასევე აქვს ივანოვთან ინდოევროპულ ენებზე დაწერილი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქართველური მასალა შევიდა მიხელ წერეთელი ადრე იყო ჰაინც ფენრიხი დღესაც ცოცხალია გერმანელი ქართველოლოგი და აი ეს ყველაფერი რაც გითხარით ახლა მე თქვენ 9 სხვადასხვა მიმართულების შედეგებია ბატონო ხახში ანუ ინტერდისციპლინარული კვლევაა ეს და ამას კიდევ მივუმატეთ ჩვენ მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება აი ეს ყველაფერი გვაძლევს ქართველური ცივილიზაციის განსახლებას მის დემოგრაფიულ მონაცემებს რამდენი იყო დავუშვათ ძველწეთაღრიცხვის 5000 წელს ეს დათვლილი გვაქვს ჩვენ ჯგუფს ერთად შემდეგ ძველწეთაღრიცხვის 2500 წელს რამდენი იყო ძველწეთაღრიცხვის პირველ საუკუნეში და რამდენი გახდა ამ პერიოდებში აი ეს შესაძლებლობა ეძლევა მეცნიერს როცა მიუდგება კვლევას ინტერდისციპლინარულად და ისე რომელიც არაფერი არა დაწერილი და არც არაფერი არ არსებობს და ისე რაც ზოგჯერ გავიგებთ ვიღაცების ხაპრებს ყვებიან ესეთი ნაშრომები არ აქვს ჩვენი ნაშრომები გამოქვეყნდა ძალიან მაღალ რეიტინგის ჟურნალებში შპრინგერში იქ მათემატიკური ჟურნალი არსებობს ასევე ევროპის სამეცნიერო კონფერენციებზე ამერიკაში წარვადგინეთ ბევრჯერ ქონდა მე ამის შესახებ 50-მდე სამეცნიერო კონფერენციაზე ყოფილ ვარ და დაბეჭდილა თითქმის ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი აი შესაძლებლობა გვაქვს ქართველებს არა ტრაბახით ბაქიბუქით არამედ ნამდვილი გამოწვლილი ანალიზით შექმნილი შრომები რომელიც იძლევა ქართული სახელმწიფოებრიობის 4000-წლოვან ისტორიის განსაზღვრას დიდი მადლობა კიდევ ვამბობ რომ 3000 წლისა ზოგი შეიძლება მირეკავს ტელეფონზე და გძნობ რომ მე ძალიან განმივითარდა ადამიანებთან ურთიერთობის დროს ბატონო ვახში გძნობ რომ ვინ როგორ ფიქრობს და ამ გზნობით აღვიქვი რომ ერთი მესაუბრება რომ ნუ თუ ამდენი არის ამის შესაძლებლობა და იმდენი მასალა წერია ისტორიულად ასევე აზიურ ტექსტებში განსაკუთრებით ინდოეთშიც ვარ ნამყოფი იქ კოლხურ ძირებზე აქ ვიტყვი რომ ლათინურ და ბერძნულ ტექსტში წერია პირველ მეორე საუკუნის ახალი წელთაღრიცხვის ტექსტებში წერია რომ ინდოეთში შრი-ლანკის და ინდოეთს შორის აუზის სივრცეს ქვია ინდოეთის კოლხეთის ყურე და თავად კონცხს ინდოეთის კოლხეთი აი იქიდან ჩამოაქვთ ბერძნები წერენ ლათინელები რომში ესე იგი გასაყიდი მასალა ეს არის სანელებლები სპიროზვალი და ასე სხვა მნიშვნელოვანი რამ ნუ ეს დაკავშირებით ვის ჩამოაქვს კოლხებს ხო ისინი ფაზისში ჩამოდიან ნუ ეს გზები ნაჩვენებია ჩვენ ეს გვაქვს რამდენჯერმე სხვადასხვა გადაცემაში ნაჩვენები როგორია სავარაუდო გზები ახლა სუსტი გზეს ვერავინ ვერ დახატავს ასე ფაზისიდან მერე შავი ზღვით ხმელთაშუა ზღვაში გააქვთ ამიტომ ფაზისში წესტრაბონი 80-მდე უცხოურ ენას გაიგებო ფაზისში ხო ანუ ჩამოდის ხალხი და ეს ვაჭრობა გაცვლა გამოცვლა აყალიბდება და ამიტომ ძველწეთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში უკვე ფაქტობრივად დაიბეჭდება ფული პირველი ფული საერთოდ რომელ საუკუნეში ძველწეთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში პირველი ფული საერთოდ მოიჭრა ლიდიაში ძველწეთაღრიცხვის სად მოიჭრა ლიდია ეს არის დღევანდელი თურქეთის დასავლეთ ნაწილი რომელიც საბერძნეთის გარე ის იყო კოლონია
და ეს ცნობილია ეს ყველაფერი და აი ეს ახალშენები რომელიც ჩამოდიან ამ ნაწილიდან ბერძნები ის კოლონიური იმას აკეთებენ ესე იგი განჭრეტას და ჩამოდიან ფაზისში დიოსკურიაში და ის დიოსკურიაშიც მიმდინარეობს ეს 50-მდე ენაზე მოლაპარაკე ხალხი ჩამოდის დიოსკურიაში მოიჭრება საქალაქო ფული ხოლო ფაზისში იჭრება ეროვნული ფული ეს გვაქვს მასალები ყველაფერი შეგეც ვალუტას რო ეძახი ჩვენ არა საზღვარგარეთ დიოსკურია ეს იყო ორი ძმები რომლებმაც ეს ახლანდელი სოხუმის ადგილი დიოსკურია ბერძნული მითების მიხედვით ორი ძმები არიან მათ დაიწყეს ძებნა ჰელენესი და აი სწორედ იყო კაცი ერთი რომელსაც სახელი ერქვა აკადემოსი ხო და აკადემოსმა უთხრა აი აქით გაიტაცეს თქვენი და აკადემოსი გახდა ბერძნულ მითებში გმირი და მის სახელობის პარკი გაიხსნა საბერძნეთის ახლოს იმაში ათენის ახლოს აკადემოსის ბაღი და აქედან მოდის სიტყვა აკადემიკოსი იმიტომ რომ პლატონი იქ კითხულობდა ლექციებს გასაგებია ჩვენ ფაზისის აკადემია ვართ მემკვიდრე პლატონის აკადემიისა და არისტოტელეს ლიცეუმისა ეს ყოველ შემთხვევაში იცის ქართულმა საზოგადოებამ თემისტიოსის სიტყვაში რომ ფაზისის აკადემიაში განათლება მივიღე 354 წელს ახალი წელთაღრიცხვით ამბობს და მამაჩემმაც აქ მიიღო განათლება მაგრამ ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი როგორც ასეთ ამ სიტყვაში მან არ გაამხილა მან თქვა რომ ერთმა სათნომ და ბრძენმა კაცმა შექმნაო ეს აკადემია ეს ერთი ბრძენი და სათნო კაცი სანამ ჩვენ არ გამოვიკვირეთ ყოველ შემთხვევაში მე არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი მაქსიმე ბერძნიშვილს აქვს წიგნი დაწერილი ფაზისის ისტორიაზე და იქ არის ნახსენები ხომ არ არის კაცი ასეთი ცნობილი ფილოსოფოსი მარსიანე რომელმაც დაარსა ალბათ ფაზისის აკადემია მაგრამ მარსიანი არავინ არ არის რომ გადავხედე ისტორიაში სს ნაცვლად მარკიანია ის ანუ ბერძნული ეს ლათინური c ან კ კითხება ან ს და ამიტომ ის მარგიონი იყო ვიპოვეთ ეს მარგიონ ფაზისელი რომელიც იყო ფოთის ფაზისის ეპისკოპოსი 117 წლიდან 138 წლამდე ჯერ არ არის ქრისტიანობა ოფიციალური სახელმწიფო რელიგია მაგრამ ჩვენ პირველი ეპისკოპოსი ყავდა მამამისი იყო ასევე სინოპის ეპისკოპოსი რომლის სახელი ორით ფიქსირდება ისტორიაში პალმოსი და ფილოლოგუსი ცნობილია პავლეს მოციქულის ერთადერთი ქართველი რომელიც ნახსენებია ახალ აღთქმაში დიდი სიყვარული და პატივიცემით მომიკითხეთ ფილოლოგუსი შვილი მარგიონი პირადად სწავლობდა ბერძნულ წყაროების მიხედვით იოანე მოციქულთან 15 ან 14 წლის იყო როცა ის ჩააბარა მამამისმა იოანე მოციქულს ყოველ შემთხვევაში ამის შესახები ფრესკები არ არის მაგრამ მინიატურა არსებობს ორი მინიატურა ჩვენ ვიპოვეთ ერთი ბელგიაში და მეორე ამერიკაში ეს არის ბერძნულ და ლათინურ ენაზე დაწერილი ბიბლია სადაც ახალი აღთქმა სადაც იოანეს სახარება იწყება იქ არის მინიატურა გაკეთებული დაბრძანებულია მაგიდასთან ახლოს იოანე ხოლო ფეხზე დგას მარგიონი და ხელში აძლევს იოანე წიგს ერთადერთი ადამიანი ბერძნულ და ქრისტიანულ სამყაროში რომელსაც ხელში წიგნი უჭირავს ეს არის მარგიონ ფაზისელი მარგიონ ფაზისელი არის ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის რედაქტორი განსაკუთრებით ახალი აღთქმისა სიტყვა აღთქმა მან შემოიტანა ხმარებაში ტესტამენტუმ მან შემოიტანა ხმარებაში მისი დამსახურებითა ეს სიტყვა მოქმედი ის გახდათ პრედედენტი ძველი პერიოდის ჯერ არ არის ქრისტიანობა ოფიციალური რელიგია ის პრედედენტი გახდა რომის პაპობისა და რაღაც მიზეზების გამო იმას ჩვენ საკეთ შეგვიძლია ესე იგი შენი კვლევებით ეს კაცი ვინ იყო ეროვნებით კოლხი კაცი ქართველი კაცი ეს ჩვენ ქართულ წყაროებში პლატონ იოსელიანს აქვს დაწერილი კირიონ მეორეს ახლა ჩვენმა მეუფემ ანანია ჯაფარიძემ თავის წიგნებში შეიტანა
რა თქმა უნდა მარგიონს ჰქონდა შეხედულებები ძველი აქტრის მიმართ განსხვავებული და ის ამ 154 წლის 15 ივლისს ზუსტად ვიცით ეს წერილობი ძეგლში წერია ტერტულიანი კართაგენის ნაწერი არის მარგიონის წინააღმდეგ 5 ტომი და იქ ის ასახელებს წელს იქ გადათვლა ხდება რაღაცით მაგრამ უბრალოდ შედეგს გეტყვით რომ 154 წლის 15 ივლისს სიტყვით გამოდის რომში მარგიონი დიდარი ოჯახი იყო ის ძალიან ბევრი სავაჭრო გემების მფლობელი იყო და დიდი დამსახურება მიუძღვის პირველი პერიოდის ქრისტიანების განსაკუთრებით ებრაელების ქრისტიანი ებრაელების თავდაცვაში, გადარჩენაში და ქრისტიანობის გავრცელებაში როგორც საბერძნეთში ისევე რომში. და ამ კაცმა ფოთში ჩამოაყალიბა ფაზისის აკადემია 154 წლის 15 ივლისს. 154 წლის ჩვენი წელთაღრიცხვით ახალი წელთაღრიცხვით 15 ივლისს. ამის გარდა მან აკადემიები ჩამოაყალიბა რომში, ათენში, ჩამოაყალიბა ანტიოქიაში, ირანში, ეგვიპტეში, რუსეთში არ ჩამოაყალიბა? რუსეთში ბაშინ არაფერი არ იყო. ხო და მოკლედ ასეთი პიროვნება პირველი ქართველი ქრისტიანი მეცნიერი ყვავდა და სამწუხაროდ ჩვენ ისტორიაში ეს ადამიანი ვერ მოხდა იმიტომ რომ ის გამოცხადდა 154 წლის 15 ივლისს ერეტიკოსად. შემდეგ 325 წელს უпростоრად მამამაც უარყო შვილი თავის შეხედულების გამო და 325 წელს ლიკიის პირველ სოფლიო კრებაზე ოფიციალურად დაამტკიცეს რომ მარგიონ ფაზისელის სწავლება უნდა უარყოთ და აიგრძელა და მისი მიმდევრების თელი ქონება ჩამორთმეული იქნა. ახლა 2023 წელს ბერძუნმა ერთ-ერთმა მიმდინარეობა იქ საბერძნეთში ბევრი განსხვავებული შეხედულებებით ქრისტიანობა დაშლილია და ერთ-ერთმა სინოდის წარმომადგენლებმა მარგიონ ფაზისელი გამოაცხადეს წმინდანად. ახლა 2023 წელს 15 ივლისია მისი ხსენების დღე. ახლა ეს ჩვენმა ეკლესიამ არ უნდა დააკანონოს თუ ის ავტომატურად ჩვენი ეკლესია მას ვერ დააკანონებს, იმიტომ რომ ის რადგანაც ოფიციალურად გამოცხადებულია მართლმადიდებულ თვალსაზრისით შეუძლებელია, მაგრამ როგორც ისტორია კათოლიკებისთვის არის ის წმინდანი უკვე, ხო? არა. მარტო ერთ-ერთი ბერძნული ეკლესიის, ერთ-ერთი მთლიანად არა. ერთ-ერთი მიმდინარეობისად. ხო, მის მიმდინარეობას ქრისტიანობაში მარგიონიზმი ქვია. ასე ქვია. ზოგჯერ ერევათ გნოსტიკოსობაში, გნოსტიკობა სხვა რამეა, სიტყვა ბერძნული გნოსტიციზმის გოსტი ნიშნავს ყოვლადწოდნეს, თუმცა ის ცოტა სხვა მიმართულებაა. მარგიონმა თქვა ორი რამ. ერთი ღმერთს არ აქვს ეროვნება და ქრისტე არ შეიძლება ებრაელი იყოსო, ამის გამო იქნა უარყოფილი და მეორე თქვა რომ ძველი აღთქმა და ახალი აღთქმას არ აქვს თანხმედრა ერთმანეთთან. თანხმედრა რა? ხო, და ახალი აღთქმის ღმერთი არის სიყვარულის ღმერთი, ხოლო ძველი აღთქმის ღმერთი დამჟელი ღმერთია და სხვადასხვა არისო და მოყავდა ლუკას სახარებიდან ციტატა ძველ ტიქში ახალი ღვინოს ჩასხმა შეიძლება და ყველა სახარებაში ეს სხვათა შორის და ძველ ნაჭერზე ახალი ნაჭერის დაკერება შეიძლება. ასე ფიქრობდა ის კაცი. მე შეიძლება გამოთქვა ჩემი მოსაზრება. მე ვეთანხმები მას. ხო, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით დაეთანხმები თუ არა. ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ასეთი თანხმედრა. მეც არ უნდა გქონდეს. მაგრამ შეიძლება მე ვერ ვიზიარებდე მთლიანად, იმიტომ რომ მარგიონის შემდეგ მეცნიერება ქრისტიანული ძალიან განვითარდა და დოგმატიკა ჩამოყალიბდა, მაგრამ როგორც ასეთი ადრეულ პერიოდში ეს კაცი არის პირველი რეფორმატორი ქრისტიანული დოგმებისა და ხო, აი შემქმნელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა არა მარტო ახალი აღთქმის სტანდარტიზაციას, მისი სტანდარტიზაციითაა ეს პავლეს ნაწერები დალაგებული. მისი სტანდარტი და რედაქტორი იყო თვითონ. თვითონ და მეორე ის რომ მან საფუძველი ჩაუყარა ძველი აღთქმის ტექსტების ციტირებას ახალ აღთქმაში და იქ ქვემოთ რიცხვები რომაა მითითებული ძველი აღთქმის არის განმარტებები. დიახ. ყოველ შემთხვევაში მარგიონის ნაწერი ანტითეზისი დაეწვეს მაშინვე, მაგრამ მარგიონის შესახებ ბევრი რამაა დაწერილი, მაგალითად მე დავასახელე ტერტულიანი კართაგენელი, რომელმაც 5 ტომი დაწერა და ეს ლათინურად არის, ქართულად ეს არ არის გადმოთარგმნილი,
ინგლისურად ახლა არის უკვე გამოსული. აი სწორედ 325 წლამდე პირველი საუკუნიდან 325 წლამდე ქრისტიანობის მოქმედების შესახებ, ანუ ოფიციალურ რელიგიამდე, ანუ სანამ რომმა ოფიციალურად გამოაცხადა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიამდე, აი ესეთი მასალები მთლიანად შეკრებილია და 10 ტომს შეადგენს ეს გამოცემული ამერიკაში, თითო ტომი 1000 გვერდზე ცოტა მეტია. მთლიანად გამოვიკვრიეთ ეს მასალა. მივედით სიხმის ბოლომდე, ბატონო გია, პირველად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი ეს მოხსენება და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ 200 წელი ჩვენ დავკარგეთ ქართული ისტორიის კვლევაში, იმიტომ რომ ძალიან დაგვაჭდა თავზე რუსული ბიუროკრატია და რუსული იდეოლოგია. 70 წელი დავკარგეთ იმაში, რომ ძირითადად კომუნისტური პარტიის ისტორიაზე გადაერთო ყველა ისტორიკოსი და აი ახლა უკვე დადგა დრო, როცა ეს ყველაფერი უნდა ამოვწიოთ და აი სწორედ ის, რომ ჩვენ ასეთი საოცარი საფუძვლები გვაქვს ისტორიული და რომელიც ჩვენთვისაც კი ჯერჯერობით უცნობია ფართო მასისათვის და ამ დროს აშკარად იკვეთება, რომ ეს ახლა რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, რომ ჩვენი მეცნიერება იწყება ესე იგი პირველი საუკუნიდან, მეორე საუკუნიდან, აი ამ დონის, რომ ქართველმა კაცმა არა მარტო ფაზისის, არამედ 4 თუ 5 აკადემია შექმნა და რომ ეს აკადემიის სახელიც თურმე აქედან არის წასული და აკადემიკოსისაგან შედგება, ეს ყველაფერი სკოლის სახელმძღვანელოებში უნდა იყოს, რომ ბავშვი, რომელიც იზრდება ქართველად, მას ესე იგი ეს ქართველური სულის კვეთება თუ ასეთი ისტორიული ინფორმაცია არ ჩაუდევით თავში, რა თქმა უნდა იმისთვის სულ ერთია მერე ესე იგი დასავლეთი იქნება თუ ჩრდილოეთი ჩვენი პატრონი. ამიტომ იმისათვის რომ ჩვენ პატრონებს არ ვეძებდეთ და რომ ჩვენ უსაშველო დიდი პოტენციალი გვაქვს და აქედან მოდის ამ ჩვენი ისტორიიდან, აი ამისი შეგრძნება აუცილებელია და განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მათი მოქმედების რეფორმების ჩამოყალიბების დროს, პროგრამის ჩამოყალიბების დროს ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. რამდენიმე გამომჩა ესე იგი პალმოსი, ფილოლოგუსი იყო ქრისტეს 70 მოსწაფეთას შორის ერთ-ერთი და მეორე რომის პაპი კლიმენტ პირველი გადმოასახლეს დასავლეთ საქართველოში და პალმოსმა და კლიმენტ პირველმა გურია და სამეგრელოში ამას მოგვიანებით წერენ ჩვენი ქართველები, მღვდლები, მე-17-მე-18 უпроსად მე-19 საუკუნის ბოლოს გურიასა და სამეგრელოშიო კლიმენტ პირველმა და პალმოსმა აღაშენეს 70 ეკლესიაო. 70 ეკლესია პირველ საუკუნეში ხდება ეს. მე ეს პალმოსი ისა უпроსად კლიმენტი გადაასახლეს ხერსონში. სად გადაასახლეს? უკრაინაში, ხერსონში. ხერსონში. დიახ. ეს რომის იმპერატორმა გააკეთა მაშინ ოფიციალურად რელიგია. აი ესეთი ისტორია გვაქვს ჩვენ და ეს ყველაფერი დაწერილია ბერძნულად, რომ მე-4 საუკუნიდან ქრისტიანები არის. ქრისტიანი ოფიციალურად. ანუ სახელმწიფოებრივად როცა რომმა 325 წელს აღიარა, მერე ჩვენთანაც დაიწყო ამისი მოქმედება. გასაგებია, ესე იგი. არა, 301-დან დაიწყო, მაგრამ 325 წელს უკვე ოფიციალურად პირველი კრება არის და 324, 25, 26, 27, აი შეიძლება თქვათ, რომ ახლა ჩვენ აღნიშნავთ ოფიციალურ იმას 1700 წელს სახელმწიფოებრივ ქრისტიანობას. დიდი მადლობა. აი ჩვენ უკვე გვაცნობებენ რომ გეყოფათო და კი ბატონო. მე ვფიქრობ რომ მაყურებელს დაინტერესებს და ჩვენ გვექნება ამ თემებზე გაგრძელება. კარგად გრძელდებოდეთ. დიდი მადლობა.